და როგორც მაყურებელს დავუპირდით, ახლა სტუმრების ბლოკია, ასე ვთქვათ, მე ვიტყურო ეს ჩვენი პირველი სტუმრები არ არიან, კიდევ მეორე ბლოკში გვეყოლებიან სტუმრები და ახლა უნდა მოვიწვიოთ საქართველოს ლატარიის მარკეტინგის დირექტორი თიკა აბულაშვილი და ტრეინინგების მენეჯერი დავით ჩიკვაიძე და ვისაუბრებთ აი ამ ახალ ტექნოლოგიებზე და ლატარიაზე საერთოდ მოგესალმებით. დილამ მშვიდობის წინა სახელმწიფოდ განწყობა როგორი გაქვს? ფანტასტიკური. უკვე იგრძნობა ხო რაღაც ახალი წელი, ამიტომ ნაძვის ხედს დაგახვედრეთ. ესეთი დღეს დავდგის. და პირველი სტუმრები ხართ, ვინც შეესწრო ამ ნაძვის ხედს. ესე იგი, როდიდან ოფიციალურად როდის გაიხსნა საქართველოს ლატარია? მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ლატარიის კომპანია 1 ოქტომბრიდან გაიხსნა და სთავაზობს თავის მომხმარებლებს მომგებიან ბილეთებს და ახლა უკვე 21 დეკემბრიდან ჩვენ შევთავაზებთ მომხმარებელს თამაში ლოტო. ლოტო 6.49-დან, რომელიც ძალიან პოპულარული თამაშია. ვიტყვი რომ დაახლოებით ანალოგიური არსებობდა ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო სპორტ ლოტო. რომ აუხსნათ მაყურებელს, რომ პრინციპი თამაშის იგივეა, მაგრამ ტექნოლოგიურად დახვეწილი და რაღაც აპარატურა მოიტანეთ აქ, ხო, რომელზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. აუცილებლად შევეხებით ჩვენს ტექნიკურ ინვენტარსაც, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანია eGames Solutions, სწორედ მათი დახმარებით, მათი ტექნიკური ნოუ-ჰაუს დახმარებით შევძელით ჩვენ ის, რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ ეს თამაში ლოტო 6.49-დან. რაც შეეხება თამაშს, გეთანხმებით ზუსტად არის იმ ძველი საბჭოთა დროინდელი თამაშის. არ ყოფილა საბჭოთა კავშირში. მე მგონი ევროპის სხვა აუცილებლად ზუსტად ვაპირებდი ამის აღნიშვნას. ეს არის თამაში, რომელიც ძალიან პოპულარულია ევროპაშიც, ამერიკაში და თითქმის შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც კი არსებობს ესეთი თამაში ლოტო. არსებობს ლოტოს სხვადასხვა ტიპის თამაშები, მაგრამ 6.49-დან არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საინტერესო თამაში. ზუსტად ამ თამაშს თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ძალიან მოკლედ ავხსნით თამაშის პრინციპს. 6.49-დან თვითონ სახელიც მეტყველებს რა ტიპის თამაშია. თამაში გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს 6 იღბლიანი რიცხვი, მისთვის იღბლიანი რიცხვი 1-დან 49 რიცხვის ჩათვლით და შეიძინა ზუსტად ამ 6 იღბლიანი რიცხვით ბილეთი, რომლითაც უკვე შემდგომ მონაწილეობას მიიღებს პირდაპირ ეთერში გათამაშებაში. და რა თქმა უნდა, აქვს უდიდესი შანსი, რომ მოიგოს ჯეკპოტი. და რამდენი ჯეკპოტი? საწყის ეტაპზე თქვენ ბრძანეთ. აუცილებლად გეტყვით. საწყის ეტაპზე დავაკონკრეტებ, რომ 29 დეკემბერს არის ჩვენი პირველი გათამაშება. იმედის და რუსთავიორის პირდაპირ ეთერში იქნება საღამოს 8 საათსა და 55 წუთზე. ერთდროულად იქნება, დიახ, პირდაპირ ეთერში. ბრემია რო გადიოდა ადრე ყველა არხზე. დიახ, ერთდროულად იქნება 2 არხზე. დიახ, ერთდროულად იქნება და პირველი გათამაშებისთვის ჯეკპოტი არის 300,000 ლარი. და აქვე დავამატებ და ვიტყვი იმასაც, რომ ჯეკპოტის გარდა კიდევ არის 5 სხვადასხვა კატეგორია, საპრიზო კატეგორია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა საპრიზო კატეგორიების მოგებას. მაინტერესებს, აი ბილეთების მოტანილია, თუ შეიძლება თან რომ მაყურებელმა ნახოს. აუცილებლად. ეს აპარატი მინდა რომ ავამუშავოთ რასაკეთებ. 49-დან 6-ვე ამოვიცანი, ეს იგებს ჯეკპოტს? ეს იგებს ჯეკპოტს, დიახ. ანუ ესე იგი თუ 49-დან 5 ამოვიცანი, რაღაც გარკვეული თანხა ამაზეც არის? რა თქმა უნდა, სულ არის, როგორც მე აღვნიშნე, 6 საპრიზო კატეგორია, ყველაზე მაქსიმალური მოგება ეს არის ჯეკპოტი, ანუ პირველი საპრიზო კატეგორია და არსებობს კიდევ 5 სხვა კატეგორია, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, ადამიანის ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ციფრებიდან რამდენი დაემთხვევა გათამაშებულ ციფრებს. და როგორ ხდება აგვიხსენით ეს ყველაფერი? კი, აუცილებლად აგიხსნით. ეს არის ჩვენი შერჩევის ბარათი, ალბათ მომხმარებელი უკვე ძალიან კარგად იცნობს კიდეც ამ ბარათებს, იმიტომ რომ ჩვენი გაყიდვის წერტილებში და მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს საკმაოდ ვრცელი ქსელი გაყიდვის წერტილების, ყველგან არის თითქმის ხელმისაწვდომი აღნიშნული ტიპის ბარათები. ამ ბარათზე მომხმარებელმა თანქრით კალმით, როგორც აუცილებლად უნდა იყოს მუქი ფერის კალამი, უნდა მონიშნოს შესაბამისი მისთვის სასურველი ციფრის ქვეშ შესაბამისი უჯრა. დატოვებულია ცარილი ადგილი. დიახ, აგერ აქ არის მითითებული კიდეც მონიშნის ნიმუში, უნდა მონიშნოს უჯრა თითოეული რიცხვის ქვეშ. შემდეგ ეს ბარათი მიაწოდოს უკვე გაყიდვის ობიექტში მომსახურე პერსონალს, რომელიც ბარათის საფუძველზე ამოუბეჭდას ოფიციალურ ბილეთს. და ეს თუ შეიძლება რომ გვანახოთ, მოტანილი საინტერესოდ გარბის ეგ ფურცელი. ტექნიკის საოცრება მოტანილი აქ და რომ ნახოთ, აი როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ აი თუ დაგვეხმარება აუცილებლად ამ ყველაფერში. ნებისმიერი 6 ციფრი შევარჩიოთ, ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ.
პირველი 11 12 შეიძლება. შეიძლება. 26 რატო? ჩემი დაბადების ვაი, აუცილებლად დაბადების დღე. და ძალიან მარტივად მომხმარებელი მიდის სავაჭრო ობიექტში, ან ჩვენ betting ცენტრში, ან მრავალი სავაჭრო წერტილი არის გახსნილი ამისათვის, აწვდის საცალო მოვაჭრეს შესაბამის ბარათს. შესაბამისად საცალო მოვაჭრე აპარატში გააქტიურებს შესაბამის ფუნქციას და აპარატი წაიკითხავს ძალიან სწრაფად. ეს წაიკითხავ. კი ბატონო, ეს სპეციალური, ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სკანერი, ასე ვთქვათ, რომელიც ოპტიკური წამკითხველი, რომელიც კითხულობს ზუსტად იმ ციფრებს, რომელიც მომხმარებელმა შემოხაზა და ამ დავალების, ასე ვთქვათ, საფუძველზე უკვე ბეჭდავს ლოტოს ოფიციალურ ბილეთს. და ამის შემდეგ უკვე ბილეთი დაეცემა. შემდეგ დავაჭერ შესაბამის ღილაკს და ბილეთიც დაიბეჭდება. ანუ ბილეთია რა. ეს არის ბილეთი. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩერჩევის ბარათი. ქრისტინას ვაჩუქო. რა თქმა უნდა, დღე ჩაწერა 26 და ქრისტინა აბა შეიძლება ხო. მოხსენ ჯეკპოტი. რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის. ქრისტინას მოუწევს მოსვლა ჩვენ სავაჭრო ობიექტებში და ბილეთის იქ შეძენა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. ეს ატესტა 300.000 მოვა. იგივე რიცხვები შეგვიძლია შეავსო. რა კარგი დავიმახსოვრებ. ანუ ეს არის ოფიციალური ბილეთი, რომელიც უნდა შეინახოს მომხმარებელმა და თითოეული ბილეთის, ანუ 6 ციფრიანი კომბინაციის ღირებულება არის 2 ლარი. დიდი მადლობა, მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ. ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს ლატარიის მარკეტინგის დირექტორი თიკა აბულაშვილი, ისე ახალგაზრდა ადამიანი ბრძანებს დირექტორი რაღაც ისე, მაგრამ გიხდებათ. და ასევე ტრეინინგების მენეჯერი დავით შიკვაიძე. ასე რომ ჩვენ ახლა ერთად ვნახოთ რეკლამა და შემდეგ ქრონიკა. აკუთ. მადლობა.